საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს. საქმე ეხება თაღლითობის მცდელობას კერძოდ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფის სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტს. გამოძიების ფარგლებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე განხორციელდა და ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო-ვიდეო მტკიცებულებები. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დკ ოსთან წინასწარი შეთანხმებით უცხო ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს თავისი კავშირებისა და მაღალი თანამდებობის პირების მეშვეობით საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 8,000 ამერიკული დოლარი მოსთხოვა. ისინი ყოველთვის უმეორებდნენ, რომ თითქოს და საქმეში ჩართული იყვნენ მაღალი თანამდებობის პირები და მათი დახმარებით ბინადრობას აუცილებლად მიიღებდა. დკ და გო მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მათ მიერ მოთხოვნილი 8,000 აშშ დოლარიდან უცხო ქვეყნის მოქალაქისგან მოტყუებით დაეუფლნენ 4,000 ლარს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად განაგრძობს მუშაობას ნებისმიერი ფორმის კორუფციული დანაშაულის აღმოფხვრის მიზნით. აქვე მივმართავთ საზოგადოებას, რომ მსგავსი ფაქტების შესახებ გვაცნობოთ დაუყოვნებლივ. განსაკუთრებით იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც უკანონო დაპირებები ხორციელდება მაღალი თანამდებობის პირების სახელებისა და გვარების მოშველიებით.